წმინდა სინოდი ახალი პატრიარქის არჩევნებისთვის ემზადება. 28 აპრილს სინოდი წარადგენს რამდენიმე კანდიდატს და აქედან ერთ-ერთი გახდება საქართველოს სრულიად კათოლიკოს პატრიარქი. ჯერჯერობით უცნობია კანდიდატების ვინაობა გარდა ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტისა და კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს მოსახლისა შიო მუჯირის. მისი ბიოგრაფიული წარსულიდან ის ვიცით, რომ მისი განათლება ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელმაც მისი როლი გააძლიერა ეკლესიაში. ის გახდა რჩეული სრულიად საქართველოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორესი. სწორედ უდიდესმა რეფორმატორმა და ერისწინამძღოლმა ისურვა გაეგრძელებინა მისი გზა და ამისთვის არსებობს რამდენიმე მიზეზი. პირადი ნდობა, ერთგული კონფლიქტებს მოშორებული, საიმედო, ეს თვისებები კრიტიკულია ისეთი პოზიციისთვის, როგორიც მოსაყრდნეა. ნეიტრალურობა ეკლესიის შიგნით. ძლიერი თეოლოგიური განათლება. აქვს სიღრმისეული თეოლოგიური ცოდნა, ეკლესიის ტრადიციას კარგად ფლობს. ასეთი ადამიანები უფრო სანდოა ლიდერული როლისთვის. მონასტრული გამოცდილება. შიო მუჯირი არის მონასტრული ცხოვრების წარმომადგენელი. მკაცრი დისციპლინა, სულიერი ცხოვრება. იმედია ამ უნიკალური თვისებების მქონე ადამიანი წარუწყება ქართულ მართლმადიდებურ ეკლესიას და სრულიად საქართველოს ამ რთულ და გამოწვევებით სავსე ჟამს. იმედია კათოლიკოსის არჩევა მშვიდ და სტაბილურ გარემოში მოხდება, ყოველგვარი ჩარევების გარეშე, როგორც ზედა ასევე ქვედა ეშელონებიდან.